მეგობრებო, როგორ ხართ? მე მაქვს ხეთის ორი ამბავი. ერთი ეს არის კარგი ამბავი, რომელიც ეხება უშუალოდ ჩემს კარიერას და ერთი სული მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გითხრათ და მეორე ეს არის საჭირო ამბავი. საჭირო ამბავი, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა, ძალიან ბევრი ტრაგედია, ძალიან მძიმე იყო იმ რაღაცების გავლა თქვენთვის, ჩემთვის და მინდა რომ ამის შესახებ შემერჩევათ, ძალიან კარგი შევათ ასევე გაგიზიაროთ. მოდი დავიწყოთ კარგი ამბავით. კარგი ამბავი არის ის ფაქტი, რომ მართალია მე ვარ მოქმედი კლინიკური ონკოლოგი და ასევე ვარ დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც რთულ შემთხვევებს განვიხილავთ, მაგრამ მე ბავშვობიდან ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა უშუალოდ ქირურგიაც და ამიტომ ჩემი ოცნება ავეხდინე, რამდენიმე დღის წინ ჩავაბარე ოფთალმოლოგიაში და აქ უკვე მექნება ამ 4 წლიანი რეზიდენტურის გავლის შემდეგ უკვე თვალის დაავადებების ქირურგიული მკურნალობის საშუალება, ანუ ოფთალმოქირურგია. აი სწორედ ეს არის ჩემი შემდეგი, ასე რომ ვთქვათ, გატაცება და სწავლის სამიზნე. რა თქმა უნდა, გამოჩნდება ხალხი, რომელიც გეტყვის, რომ ანუ გიორგი ახლა ონკოლოგიაში არის, იქ დიაგნოსტიკაში არის, ეხლა უკვე უნდა აგე ოფთალმოლოგიაში შემოსვლა, ქირურგიული აქტივობა სურს. იცი რა, სხვების არ აქვს ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა, მედიცინაში ცოდნა არასდროს არის ზედმეტი და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი უნდა ისწავლო. მე მით მაშინებიდან ვიცი რა შენ ექიმი გახდები, აი თეი ცხოვრება მოგიწევს სწავლა. ეს სწორედ რომ კარგი რაღაცაა ხდები თეი ცხოვრება რო სწავლობ, იმიტომ რომ ახალი გამოწვევები, ახალი ინტერესები, ახალი ასპარეზი ყოველთვის უფრო საინტერესოს ხდის მედიცინას. რა თქმა უნდა, პაციენტს უხარი, როცა ექიმი ასეთი მოტივირებულია, ხო? ეხლა რაც შეეხება მეორე რაღაცას ეს არის საკუთრივ საჭირო რჩევა. ნახე, ამ ბოლო პერიოდში ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა. ეს ისტორიები იმდენად მძიმე იყო, იმდენად სევდიანი იყო, იმდენად გულდასაწყვეტი იყო, რომ მართლა გეუბნებით, რომ აი რამდენიმე დღე აი ფიქრობდი აი როგორ რანაირად და საბოლოო ჯამში ვფიქრე, რომ იცი რა, ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ რაღაცა ახალი რჩევა გამიზარებინა თქვენთვის. მედიცინაში, ფსიქოლოგიაში უფრო არსებობს ესეთი დაცვის მექანიზმი. ეს დაცვის მექანიზმი გულისხმობს სწორედ რომ displacements. მოდი ვიტყვი რა ამ ბარბარიზმს, ვიცი ახლა შეიძლება თქვა ბარბარიზმები არ ხდებოდეს ყურს, ასე რომ თქვა კარგად, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში გამონაკლისის სახით გამოვიყენოთ displacement-ი. ეს რა არის? ნახე როგორი სიტუაცია არის, ყველა დავით მოვისმინეთ. ნახე, აი წარმოიდგინე ეს რაღაცა. თქვა შენ ხარ სამსახურში და შენი უფროსი, მენეჯერი, დირექტორი, ვიღაცა, ვინც შენს ზევით მაღლა დგას, შენ კმაყოფილი არ არის. გაძლევ შენიშნავს. შენ გაბრაზებული ხარ, მიდიხარ სახლში და შენი მეუღლე, შენი შვილი, შენი დედა, მამა, ბიძა, ოჯახის სხვა წევრი, მოგეთ ვინმე. ნათესავი შეიძლება აიღო, მეგობარი შეიძლება აიღო, შეყვარებული აიღო, თქვა ვინც შენთვის ძვირფასია. რაღაცას უბრალოდ ისეც არაფერს დააშავებს, რაღაცას გააკეთებს, შენ ეს არ მოგეწონება და იქ ბოღმას, რომელიც წამოიღე ამ სამსახურიდან, ეგრევე გადაანთხრე მათ. აი ეს არის სწორედ რომ displacement. ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს გადამისამართებას. ხდები, აი ეს ნეგატიური ემოცია, რომელიც შენ მიიღე, რაღაცა ორიგინალური წყაროდან გადმომისამართება და გადამისამართება სწორედ იქ, ვისაც შენთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, ვინც შენზე უფრო სუსტია. ხდები, იმას პასუხს ვერ დაუბრუნებ, იმიტომ რომ იქ შენ მენეჯერს ან უფროს ან ვიღაცას რომ რაღაც პასუხი დაუბრუნო, შეიძლება სამსახური დაკარგო, ამიტომ გეშინია და მასზე მიმართულ ნეგატივს გადამისამართებ და აი იმისკენ ვინც ოდნავ დაბლა შენთან შედარებით, მაგრამ შენ ძალიან უყვარხარ, სწორედ მას დაანთხრევსევიდან. აი სწორედ ეს არის displacement. ეს არის ძალიან მანკირი რაღაც, რომელიც ჩვენს რეალობაში სულ ხდება. სხვა შემთხვევა აიღე, თქვა შენ უნივერსიტეტში ხარ, დეკანმა, ლექტორმა შენიშნა მოგცა, კაბრაზდი, დამოხტული ხარ ასე აი ამ ნეგატიურ ემოციებით მიდიხარ სახლში. აიღე გზა, ქუჩაში ხარ, ვიღაცამ გადაგისწრო, სულა ჩაგიჭრა, კაბრაზდი დაუსიგნალ იქით აგეყო, მოდიხარ სახლში და რაღაცა ცოტა შეიძლება რაღაც დალაგებული არ დაგვთო და ეგრევე გადაანთხე მასე ბოღმა. აი ეს სხვა სიტუაცია, მეგობრებმა რაღაცა ცუდი გითხრე, სახლში მიხვედი, დამოხტული ხარ ამ ცუდი ნეგატივით და გადაანთხე შენს უახლოეს ოჯახის წევრებზე. კიდევ უფრო სხვა რაღაცა აიღე, სუპერმარკეტში ხარ, მომხმარებელმა რაღაცა ცუდი გითხრა. ან სიტყვაზე სხვა მომხმარებელმა შენ ჩაგიჭრა რიგი და თვითონ წავიდა პირველი და შენ არც კი შეგამჩნე, გაბრაზდი, მაგრამ ვერაფერი ვერ უთხარ, რომ საზოგადოებაში ხარ და ეს ყველაფერი სახლში გადაანთხიე. ვიღაცა სოციალურ ქსელში წერს შენზე ცუდ რაღაცას, კომენტარს ძალიან ცუდ, ან წერს სტატუსს ძალიან ცუდ. ახლა შენ არ გინდა მის გამოჩენა, იმიტომ რომ უპასუხო შეიძლება უფრო მეტი რაღაც გამოიწიოს ამან, დამოხტული ხარ დადებითად, ვიღაცა თქვა შენი შვილი მოგიჯდა გვერდ, გეკითხება როგორ ხარ და ეგრევე მომშორდი აქედან გადაამისამართე მასზე. ხდები ამ ყოველივე ეს არის displacement. ეს არის სასტიკი რაღაცა ჩვენს ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმებში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ის ნეგატივი, რომელიც ჩვენთან მოდის და
მას პირველ წყაროს ვერ უბრუნდება, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ცუდი რაღაცა მოხდეს, გადამისამართება ჩვენზე უფრო სუსტისკენ, იმიტომ რომ იცი რომ ისინი ვერაფერს დაგებრუნებენ. და მე იქ რა ხდება, აი თქვა, რომ მიხვედი სახლში და შენს მეუღლეს, თქვა შვის რო უთხარი ცუდი რაღაცა. ისე როგორ მოიქცევია, თქვა, სახლში რაღაცა არ დახვდა დალაგებული, საჭმელი არ დახვდა გაკეთებული, რაღაცა არ დახვდა, გაბრაზებული უყვირი ხარ მას. მე შენი მეუღლე თქვა, უბრალოდ დაიჩაგრა, ხო? ადგება და შეიძლება თქვა შვილები, რომლებიც ერთმანეთში ხმაურობენ, იმათ მისცე შენიშნა დაწყნარით და უყვიროს მათ. ახლა ეს ბავშვები ერთმანეთში დაიწყებენ კამათს, მე ისინი ბაღში მივიდნენ, იქ დაიწყებენ კამათს და ხედა უკვე როგორი მანკი ეწრე იკვრება. ანუ ნეგატივი, რომელსაც შენ ამისამართებს სხვაზე, ის სხვა გადამისამართებს კიდევ უფრო სხვაზე, ის სხვა კიდევ უფრო სხვაზე და საბოლოო ჯამში იღება ძალიან მანკიერი წრე. და ხო ხედავ რომ ნეგატივი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან ფაქიზად, ძალიან ყურადღებით ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება სწორედ რომ displacements, იმიტომ რომ როცა შენ ვიღაცა გაძლევს შენიშვნას და ამ შენიშვნას შენ მთელი დღის განმავლობაში იგროვ და სახში რომ მიდიხარ და უკვე მისათხარ რომ უბრალოდ გადაამთხიო. ის ხალხი ცოდვაა, იმ ხალხს არაფერი დაუშავებია შენთვის ხდები, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში უკვე იწევს ოჯახშიც კონფლიქტს. საქმე იმაში არის, რომ არა აუცილებელი ეს იყოს სხვა ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს უბრალოდ ვიღაცა მეგობარი ხდები. იმ ადამიანებს შეიძლება ასევე ჰქონდათ მძიმე დღე, იმათაც დაუბრუნდათ ძალიან ბევრი და შენმა აი ამ ცუდად ნათქვამმა, რომელიც შენ გონდა შეიძლება არც ესე დიდია, უბრალოდ გაუსულს თქვა ის სხვა რომელიც მას აქვს საკუთარ ფსიქოლოგიაში და რაღაცა ცუდის საქციელისკენ უბიძგოს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან გთხოვთ, როცა გექნება მსგავს სიტუაცია, ხო? აი უბრალოდ გაჩერდე. მოხდა ხო თეი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა. რაღაცა ვერ გაყიდე, იქ რაღაც დავალიანება გაქვს, იქ რაღაცა ვერ დარიცხე, იქ რაღაცაში ფული არ მოგცეს, იქ რაღაცაში ცუდი რაღაცა გითხრეს, იქ შენზე დაწერეს რაღაცა ცუდი, დაგიგროვდა ხო ეს ნეგატივი. მიხვედი ხო აი უკვე სახში კარს აღებ არა? ფრთხილად იყავი, ხვდები, ფრთხილად იყავი, არ გადაამთხიო. ყოველთვის საკუთარ თავი აიყვანე კონტროლის ქვეშ. უბრალოდ დაფიქრდი ღირსამად, რატომ და გაწირო შენთვის ძვირფას ადამიანები? თუ უკვე ხედავ რომ შენი რეაქცია ხდება უკვე რაც შეიძლება გამოკვეთილი შენი ოჯახის წევრების მიმართ, უბრალოდ გადმოდგი ნაბიჯი უკან. ნაბიჯი უკან გადმოდგი, დაფიქრდი, შეხედე სხვა თვალით, ხდები, რამდენად სწორად იქცევი. აი იღე კონტროლი აი ამ სიტუაციას, ხდები, ამ სიტუაციამ არ დაგამარცხო, შენ უფრო ძლიერი უნდა იყო მასე და ოჯახის წევრებს გაუფრთხილ, ხდები, მეგობრებს გაუფრთხილ, ყველას გაუფრთხილ შენს გარშემო. ყველას, იმიტომ რომ როცა შენ მას ამისამართებს სხვაზე, ეხლა ის სხვა ხდება სამიზნეს სრულიად უმიზესოდ. და ახლა ის უკვე იტანჯება და იმას შეიძლება ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგას და ძალიან ცუდად დაამთავროს საკუთარი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, უცხოებს ყველას გაუფრთხილოთ. ხდები, ძალიან რთულია, ძალიან რთულია, ხდები, აი მართლა ძალიან რთულია, როცა ვიღაცა შენზე წერს ცუდ რაღაცა სოციალურ ქსელში და ერთი სული გაქვს მიხვიდა უბრალოდ უპასუხო. მაგრამ არა, უნდა მოითმინო, ხდები, უნდა მოითმინო. არა უშავს, გაატარე, არა უშავს, გაატარე. ვიღაცამ ჩაგიჭრა გზა, გაბრაზებული ხარ, ხო, მანო? აი არა უშავთ, უბრალოდ გაატარე, გაუღიმე, ხდები, ხელი დაუქნია რაღაცა ეკეთ-აკეთ. დამიჯერე, იმასაც გაუხარდება, შენს გაგისტორდება, რომ ეს დადებითი ემოცია შეავსე უარყოფითის ნაცვლად, ხდები. აი თქვა სიტუაცია სამსახურში ბოსია შენზე გაბრაზებული, ხო, ცუდ რაღაცა შენიშნავს გაძლევს. უბრალოდ მიდი და უთხარი, რომ ეს რაღაცა შენ არის, იქ ჭირდება მაშინ დახმარება, გვერდში დაგიდგეს, უფრო მეტი ისწავლო, ხდები. აი ეს კომუნიკაციით ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ კომუნიკაცია ყოველთვის უნდა იყოს დროული, ხდები. კომუნიკაცია უნდა იყოს დროული, იმიტომ რომ სანამ კომუნიკაციაში ჩვენ დავიწყებთ, შეიძლება ცუდი რაღაცები დადგეს და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან, აი ამ ცუდ სიტუაციებს დაუმსახურებლად უბრალოდ შეეწირო. სულ ეს იყო მეგობრებო. რა ვიცი, ერთმანეთს გაუფრთხილდეთ რა. მე ძალიან გულდამწყდა იმ მოვლენების გამო, რაც ხდებოდა ჩვენს ყოველდღიურობაში და ძალიან განვიცდით ყოველ ჩვენგანი. დროებით. ერთმანეთ გვიყვარდეს.